2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა, მელომანმა მეგობრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ქართული წარმოების დინამიკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექნიკა სრულიად დაფუძნებულია ქართულ ნედლეულზე. ეს კი კიდევ უფრო საინტერესო და განსხვავებულ ჟღერადობას ძელს მუსიკალურ ტექნიკას. 2 წლიანი შრომის შემდეგ მელომანებმა გადაწყვიტეს, რომ ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ ბრენდი, ტექნიკის პრეზენტაცია ზაზანოვაში შედგა. ამ სფეროს მიერ დამოკიდებულება როგორც მხოლოდ ბიზნესს, რა თქმა უნდა, ასე არ უყურებთ, ვართ მელომანები და ამავდროულად ჰობისტები ამ სფეროში. და სწორედ გვინდოდა, რომ შეგვექმნა ქართული ჟღერადობის დინამიკები. ანუ ქართული ჟღერადობის ახლა რატო ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ამ პროდუქტში ვიყენებთ ქართულ ნედლეულს, ქართულ ნედლეულზე არის დაფუძნებული და აქვს თავისებური სპეციფიკური და განსხვავებული ჟღერადობა, რაც გვაძლევს იმისთვის საშუალებას, რომ ახალი სიტყვა ვთქვათ ამ მიმართულებით. ამ პროდუქტს რო უყურებ მე, მახსენდება, რომ Google-ის პროგრამა იწერებოდა გარაჟში. და შვილი, რომელიც წერდა, ყოველთვის იყო დატოქსული დედის გამო, იმიტომ რომ შეუსაქმურო, რატო აკეთებ ამას და ეხლა მთელი მსოფლიო ვარ ჩამოკიდებული Google-ზე. იცით, ჩვენ ვართ ეხლა მოწმეები იმისა, რომ იქნება ისტორია რა, ახალგაზრდა ბიჭებმა ჩადეს თავიანთი შრომაც, ნიჭიც ამ საქმეში და ქართული ბრენდის, ახალი ბრენდის შექმნის, უპრეცედენტო ბრენდის შექმნის ისტორია იწერება.